საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად დაფინანსდება. დაფინანსება არჩევით ექიმის აყვანას, გაუტკივარების საფასურს, პალატის, მედიკამენტების, კვების და სხვა ხარჯებს მოიცავს. რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მანჩი გაბელიაგი ამბობთ. კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან და უფრო გააზრებულად მიიღებენ პაციენტები გადაწყვეტილებას მოთხოვნით საკეისროს შესახებ. მიზეზი რის გამოც ექიმი ირაკლი გაგუა საკეისრო კვეთაზე მოთხოვნის შემცირებას ელოდება დაფინანსების ახალი სისტემა. დღეიდან საქართველოში მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ფასი ერთიანდება. დაფინანსებაზე კი პასუხისმგებლობას DRG სისტემის ფარგლებში სახელმწიფო იღებს. პროგრამით მშობიარობა, ექიმის აყვანა, გაუტკივარება, პალატა, მედიკამენტები, კვება, ანუ ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯი მოქალაქისთვის საყოველთაო ჯანდაცვით დაფინანსდება. აქამდე იყო ფიქსირებული თანხა, საკეისროს შემთხვევაში იყო 800 ლარი, მშობიარობის შემთხვევაში იყო 500 ლარი. ამის ზევით თანხა იყო დასამატებელი, რაც იმ სერვისის შესაბამისად, რასაც ითხოვდა პაციენტი. მთავარი პრინციპი არის ის, რომ ვისაც არ ჰქონდა საშუალება, მაქსიმალურად დაფინანსდება და პაციენტს უმეტესობას არ ექნება გადასახდელი არანაირი თანხა და ყველა ძირითადი იმ სერვისის მიღება, მათ შორის გაუტკივარებისაც ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მიიღებს ფაქტიურად დანახარჯის გარეშე და ეს ბევრი პაციენტისთვის იქნება ძალიან ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი. რაც შეეხება პალატის და არჩევის საშუალება, არ აქვს პაციენტს, იქ შეიძლება მოთავსდეს, რისი საშუალებაც იმ ეტაპზე იქნება. 1222 ლარით განისაზღვრა ის თანხა, რომელიც მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დროს ყველა სამედიცინო დაწესებულებაში საერთო იქნება. რაც შეეხება ჩვენების გარეშე საკეისროს, რომელიც აქამდე ნაწილობრივ ფინანსდებოდა, ახლა პაკეტში აღარ არის. ანუ თუ პაციენტი მოთხოვნით საკეისროთ იმშობიარებს, ან VIP პალატას აიღებს, ის სახელმწიფო დაფინანსებიდან მოიხსნება და ხარჯის გაღება თავად მოუწევს. ორსულთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევებს გაზრდის. მათ შორის არის ქეთევან ხატიაშვილი, რომლის სურვილით სწორედ ბუნებრივი გზით მშობიარობაა. თბილისში თუ არა, რეგიონებში მით უმეტეს ძალიან ბევრ ადამიანს უნდა შვილის გაჩენა, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს და დღეიდან რომ გახდა უფასო მშობიარობა და საკეისრო კვეთაც იმ შემთხვევაში თუ გჭირდება, ამაზე უკეთესი რა ვიცი რა უნდა იყოს და თან თუ მედიკამენტებით შედის და ყველანაირია ის პირველი დახმარება, რაც დედას ჭირდება იმ წამს. ასე რომ მე მგონი შობადობაც მოიმატებს საქართველოში და მთავარია რომ კარგად გავრცელდეს ეს ამბავი. მე ვანიჭებ უპირატესობას ბუნებრივ მშობიარობას და ეს ხარხისთვის იქნება мотиваცია რომ ბუნებრივად გააჩინონ და იმშობიარონ. მე ბუნებრივად გეკ. ეგ ისეთი რამეა რომ მგონია რომ მაგის გამო ანუ ვიღაცას რო რაღაც ჭირდება ან ხო მგონია რომ არ იქნება ძალიან დიდი ცვლილება არ მგონია. ყოველ შემთხვევაში მგონია რომ ეგ ძალიან პირადი გადაწყვეტილება. დღესდღეობით საქართველოში მშობიარეთა 45% არჩევანს საკეისრო კვეთაზე აკეთებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მათგან დაახლოებით 5-დან 7%-ს ამის სამედიცინო ჩვენება არ აქვს. რეგიონში კი ტენდენცია მუდმივად მზარდია, რასაც სამედიცინო საზოგადოება არ ემხრობა. უწყებაში ამბობენ, რომ რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა და ასევე საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული ცვლილებების გატარება. ძალიან ბევრი შემთხვევები გვაქვს ქვეყანაში და არის ევროპის და სხვა განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მეტი საკეისროების რაოდენობა. აქაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში გაკეთდეს საკეისრო, რადგანაც შემდგომში მეორე და მესამე შვილის და შემდგომი შვილების შემთხვევაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქალს და მნიშვნელოვანია ასევე დემოგრაფიული კუთხითაც, რადგან სხვადასხვა რისკებთან არის დაკავშირებული. DRG მოდელით დაფინანსებამდე პაციენტებს უწევდათ მნიშვნელოვანი თანხის გადახდა, თანაგადახდის წილი იყო ძალიან მაღალი, როგორც მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. შესაბამისად, ამ ცვლილებით გახდა სრულიად უფასო ჩვენი ბენეფიციარებისთვის მშობიარობა და საკეისრო კვეთა. სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი ქვეყანაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ პრინციპით ფასის განსაზღვრა გადაუდებელდა გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებას, ინფექციური დაავადებების მართვას, კარდიოქირურგიას და გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობას ეხება. ამ ეტაპზე პროგრამის გაფართოება მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე გავრცელდა.